ქუთაისში ნიკიას ნაგავსაყრელი მყარი ნარჩენების კომპანიას გადაეცა. ამასთან დაკავშირებით დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ კომპანიის დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან ერთად ნაგავსაყრელი მოინახულა და პირველად საექსპლუატაციო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული ნაგავსაყრელი მოსახლეობას წლების განმავლობაში პრობლემებს უქმნიდა. მისი მოწესრიგება კი ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა. კომპანია სამუშაოს მიმდინარე წლიდან დაიწყებს, რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და დაიკეპნება ნაგავსაყრელი, მოხდება საიზოლაციო მიწის ფენების დაფარვა. სახელმწიფო შეფასე, რომელიც ორ ძირითად მიმართულებით მუშაობს. ეხლა ესაა პირველი სწორი ექსპლუატაცია ნაგავსაყრელის, ანუ სადაც ეხლა ვართ. მეორე არის მოსამზადებელი სამუშაოები ამ ნაგავსაყრელის დახურვისთვის და პარალელურად ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა. ჩვენ გადმოგვეცა ნაგავსაყრელი, ანუ ჩვენ კაპიტალში შემოვიდა, კომპანიის კაპიტალში და დავიწყეთ საექსპლუატაციო სამუშაოები. გამოცხადდა პროექტირებაზე კონკურსი, სადაც ყავს გამარჯვებული, რომელსაც უკვე წარმოადგინა პროექტი და უკვე დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება აქ სრულფასოვანი რეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. მიურად მიდის ყველაფერი დღესდღეობით და 2015 წელს აქ უკვე იქნება რეკრეაციული ზონა, დასვენების ადგილი, გამწვანებით შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც ძალიან დიდ პრობლემას უხსნის ქუთაისის მოსახლეობას.